აი ის გელაბარკალაიამ რო იცოდეს დღეს 10 წელს 1 წელიწადში 2 წელიწადში მილიარდელი გავხდები. ეს აუცილებლად უნდა ისწავლო. გაუნათლებელი კაცზე უფრო ცოდვა ამ ქვეყანაზე არავინ არა მით უმეტეს ხვალ. მაგრამ ხო ხედავ 28 წლის ხარ და ვერ გაკაჩე. ხო გეუბნები შენ რაც განათლება გაქვს სამ კაც არა ქვეყანაში, მაგრამ ვერ გაკაჩე, იმიტომ რომ არ ქონდა პრაქტიკა მიღებული და შენ დღეს აქ რასაც აკეთებ, ეს არის ჩვენთვის საამაყო და საამაყო მეგრელი ხარ და საამაყო კარგი დედისა და მამის შვილი ხარ. მოდი, თქვენ სამივე გამოსტა ჩააბარეთ. ხო ხედავ უკვე თქვენ ხვალიდან რეალურად იწყებთ მუშაობას და პრობლემა არ აქვს. მოდი ბიჭებო, ჩვენ ახლა გავაპიაროთ ეს ავტომობილი, რომელსაც პიარი არ ჭირდება. აი ეს წიგნი თქვენ უნდა მოგცეთ კახა. შენ ბავშვებს, ახალგაზრდებს ინგლისურს ასწავლიდი, ჩინურს ასწავლიდი, რუსულს ასწავლიდი, ხო? მაგრამ ხეირი არაფერი არ იყო. იმიტომ არ იყო ხეირი, რომ აი ამ ცოდნას ქვეყანა არ აფასებს, მაგრამ დაგიფასებს კომპანია და შენ დაფასებული იქნები დღეიდან. რაც შეეხება, მოდი გავაპიაროთ. ამ ავტომობილს პიარი არ ჭირდება. შენ როგორ დაარქვიქეთი ჯეტურების წვიმაო, ხო დაარქვი ჯეტურებს. ახლა არის BYD-ების წვიმა, ხო? მოდი გადავხედოთ ჯერ აქ რამდენი BYD ამწუთას, ხო? კეთი ეს BYD არის დღეს მთელს ევროპაში რო იყიდება, ერთ-ერთი ავტომობილია, რომელიც მთელ ევროპაში იყიდება და არის საუკეთესო ბრენდი. და ეს არის, რა ქვია? Song Plus-ი. ამას აქვს ყველაფერი, აბსოლუტურად. ახლა ჩავჯდე და დავიწყო, ის აქვს, ეს აქვს, არა აქვს, ამას აქვს ყველაფერი. და თავარი რა არის, კეთი? აი ამ ავტომობილისთვის თავარი არის რამდენ კილომეტრს გადის. მე გელაბარკალაია ვაგე პასუხს, რომ ამას აწერია 610 კილომეტრი და 610 კილომეტრს გადის. ერთი სიტყვით თბილისიდან ჩაგიყვანს ბათუმში, ბათუმიდან ჩამოგიყვანს ზესტაფონამდე. ახლა რაც შეეხება რა მოყვება ამ ავტომობილს, რა თქმა უნდა გარანტია მოყვება და მინდა ყველას უთხრა, რომ მთელ მოსახლეობას თუ ვინმეს უნდა ელექტრომობილი, დღეს ეს ელექტრომობილი ჩვენ გვყავს ნებისმიერი რაოდენობა უკვე ადგილზე.